ძალიან თან. ბედნიერ დღეს გისურვებთ მეც. ზიან დღეს, არ ვიცი სად ხართ, ვინ სად ხართ, მოკლედ თქვენთან ზია თუ არ არის. მაგრამ ქუთაისში იცოდეთ რომ ფანტასტიკური ამინდია. ძალიან კარგი ამინდია ქუთაისში. სალამი. ეთერ. ჩემი კუკუნა უბრალოდ თეა. ჩემო საყვარელო ხალხო, ყოცნით ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვასთვის. იმედია რომ ქუთაისური მზის ხევები თქვენამდეც მოვა. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ლეკა ხო, სწორად კითხობს ახლა. მეც ბედნიერ დღეს გისურვებ თეონა. დიახ, რომელიმე ქალაქის მერე ჩვენიდან უკვე წყალტუბოს. აი 50 წლის მერე წავალ წყალტუბოს მერად. აქაც მზე არია, მეუბნება იურა, სად ხართ? სადაც მზეა? ძალიან დიდი მადლობა ცისფერი თუ მეც მგონია რომ ღია ფერები მიხდება. თიანეთში რა კარგია, კარგი ამინდი როა. ხოთ შე ძალიან ცუდი ამინდი იყო თბილისში რომ გამოვიდი, ზამთარი იყო, სვიტრი წამოვიდი და ქუთაისში რომ შემოვიდი, ისე დაგუცხა რომ აქ ჯერ კიდევ რაღაცნაირი ისეთი კარგი შემოდგომაა. კი, მე მგონია რომ ადამიანი რომელი ქალაქის მერათაც ინიშნება, ის ქალაქი ძალიან უნდა უყვარდეს. და სხვა ბმა უნდა კონდეს და სხვა мотиваცია უნდა კონდეს იმისა, რომ ბევრი გააკეთოს იმ ქალაქისთვის, რომლის მერიც არის. ამიტომ ჩემი აზრით ადამიანები წარმატებას რომ მიაღწევენ ხოლმე, საიდანაც მოდიან, რა წიაღიდან, რომელი ქალაქიდანაც იქ უნდა დაბრუნდნენ და მთელი ეს თავის წარმატება, გამოცდილება იქნება ეს თუ დაგროვილი ფინანსური რესურსი, თუ არ ვიცი, ენერგია უნდა დაახარჯოს იმ ქალაქს, რომელმაც გაზარდა და რომელმაც ძალიან ბევრი რამე მისცა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან, აი, ეხლა ნახეთ რა, აი ეს არის ვინმე ზაზა. ზაზანტე. რომელსაც სავარაუდოდ აქვს სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ ისეთ სიტყვებს იწერება, რომ ალბათ ცოტა სექსუალური იმუნიტეტის დაქვეითებაც აქვს, ალბათ არ არეალიზებულია სექსში, ალბათ არ არეალიზებულია როგორც კაცი, ალბათ ამ ზაზანტეს ბავშვობაში ხშირად ურტყამდნენ, ჩაგრავდნენ. ეხლა რაღაცნაირი პრობლემები აქვს, ფული არ აქვს, კარგად არ ცხოვრობს, გაბოროტებულია. ეხლა 35 წლის კაცი რო TikTok-ს გააკეთებ ბიჭი და ვიღაც გოგოს, ვინც არ უნდა იყოს ის რომ მიწერე ეგეთ სიტყვებს, ანუ არ არეალიზებული ხარ, როგორც კაცი არ არეალიზებული ხარ, სექსუალურად არ არეალიზებული ხარ და მოკლედ ზაზა მაგარი ყლე ხარ ამ დროს რა. თან მოცლილი და თან მაგარი ყლე. თქვენ რას ფიქრობთ? მე მგონი მეთანხმებით. რომ აი ესეთი ტიპები, აი ესეთები არიან. ეხლა გვაქვს ტური საქართველოს რეგიონებში, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ჩავიდეთ რამდენიმე ქალაქში იმ მარტო ხალადედებთან, რომლებიც მარტო ვერ ახერხებენ შვილების გაზრდას და ვფიქრობთ, რომ მოვძებნოთ რაღაც ისეთი ფინანსური რესურსი ან გზა ისეთი, რომ ამ ბავშვებისთვის მოხდეს რაღაცა უზრუნველყოფა საჭიროებების, აი მაგალითად სამედიცინო დახმარება, როდესაც სჭირდება და ასე შემდეგ. 3800 გული მაქვს. Oh my god, ვიდრე მე გამოყრებულ ზაზას ვკითხულობდი, მაგრამ 3800 გული დამიგროვდა. გიგა, ვიღაც გამოყრებული ზაზა იყო შემოსული. მოიცადე ერთი წამით. აქ. ბები აუწერო და ყოველთვის ავსერდერას. ხო, მაქს შეუძლია რა ბებია ჩაანაცვლოს. ეს ვერ გაიყვარსო? ხო. არის, ანუ საზოგადოებას მოვასმენდა მიდაგითხარ. I love you მეც. მიყვარხარ. ის კადრებით გამიგზავნე, აი შენ მე ვნახე და ბებიასთან კადრები, ფოტოები, ყველაფერი მიდაგე. როგორ ეძახის ბების ეძახის. მესმის, მაგრამ ეს არ ცვლის იმ კადრებს. ია. ხახნო, ახლა წავედით ქუთაისიდან, სხვა ქალაქში და სხვა ქალაქიდანაც ჩაგერთვებით, მიყვარხართ, კოცნი ძალიან ბევრს. თქვენი ნანუკა და ძალიან 9000 გულია ვერსად ვერ წამოვა, გიგა, ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ რა გითხავ. ქუჩაზე. ხო, ფეხით გადავიდეთ? წამა. წამა ფეხით ვივლი, ვერსად ვერ წავალ.
აუ ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და შევეცდებით რომ მაქსიმალურად ბევრი გავაკეთოთ. თქვენ უდიდესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები. რაც ჩვენს ხალხშია ყველაფერს გავაკეთებთ. კარგად. მადლობა. ვერსად ვერ გამოვა ლაივიდან 11600 გული მაქვს, ვერ დავკარგავ. ძალიან გაღორებული ვარ. TikTok-ის ლაივში. კიდე ვარდი გამოგიგზავნა შემოვიდ. იცი რამდენი ვარდი მაქვს? იცი რამდენი ვარდი მაქვს? ანუ ამათ გონიათ, რომ მე ვარდები მჭირდება. ვარდი ხო დაწესრიათ რა. უთხარით რამდენი ვარდი მაქვს? ანუ თქვენც მოდიხართ იქ? ესენი წავიყვანოთ? ჩამოდით, კაი. რამე არ უყიდოთ, არ მიუტანოთ, ხალხსარიელ ხო არ მივალთ? არის მაღაზია? არა, კაცო. რამდენი უნდა ვიაროთ ფეხით? არა, წამოდი რა. გვერდზე ქუჩაა, ბიჭო ეგ? გვერდზე ქუჩაა? გაილახები. და სადმე გავაჩეროთ, რომ რამე ვუყიდოთ, ნამცხარიან რა. ქუთაისი ორი გაჩერები. ქუთაისო ჩემო დედულეთო. გულისა გულედა, ლამისა მომენტო. ხახნო 20000 გული მაქვს. ღმერთო დიდებულა. ფეხს არ გამოვადგამ თქვენთან. ხახნო არ გავთიშავ ამ ლაივს ამათ ჯინზე. ბესო მივდივართ სადღაც პირდაპირ წავიდეთ ბესო და გეტყვი. მე მიყვარხარ ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის და გულებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ჩანს ემიგრაციიდან წერენ. ხახნო ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნიან. ხახნო 26000 გული მაქვს. მარელისში ჩადითო, მარელისი გამახსენე. მარელისი რატო ვიცი? რა არის მარელისი? გულები, ანუ ძალიან ბევრ საკუთრებაში ვარ რაღაცე. ხო. 30000 გული მაქვს. ანუ არ გავალ, სანამ გულებს ვიღებ, მანამდე ჩემი ხეხიდან არ წავა. კაი. პირდაპირ ვეცაიო ქუჩაზე უნდა გადავიდეთ. მაგრამ რაღაც ვიყიდოთ, რომ ხალხარიელი არ მივიდეს. დაკურ არ არის, აქედან გავხო შეგი. შეიძლება ხო? რა შეიძლება წყვეტილია წებესო? შეიძლება მე რიქთა შემოდის მაგარი. მივხვდი რა შეწყობები. ესე იგი 34100 გული. Oh my god! სად ხარ, ქალო? ქალო, სად ვარ და ქუთაისში ვარ, ქალო. რა იცოდეთ, დღეს ძალიან პირდაპირი ვარ და არ გამომიწვიოთ, ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, არ გამომიწვიოთ, თორე ზუსტად ისე გიპასუხოთ, როგორც იმდაადში მოხდება. ქალო. შემოგევლენ და და გვინდა თბილისში. ძალიან დიდი სამარები ჩავიდევდი ჯიბეში და წამოვიღებთ, იმიტომ რომ ზემოთ ვიდა თბილისში. ეს შემთხვევაა. კი. მეც მიყვარხარ, მაშა, მიყვარხარ. რუსიდან ჩამოხსენე. ახლა ინტერგამეთიშა. ჩემთან დაპაუზდა. იმიტომ რომ ხმა გამოვრთე. აბა ხა ნახე. ჯერ არ ჩახა. მეგონი გადიშე ინტერნეტში. არა, არის ინტერნეტში არის. ვართ. იმიტომ რომ თურმე Bluetooth-ზე მქონია ხმა და აგერ ღვთისმიერმა 46000 გული. Oh my god! 46000 გული გშურდეთ. გშურდეთ. სუჩვენა. I love you too. ქუთაისი ყოველთვის კარგი ვაიბი აქვს. ოკეი, ქუთაისი არის ტოპ. ქუთაისი არის ტოპ ხახნა, ტოპ. ქუთაისზე გიშდები, ვაფრენ ისე მიყვარს. როგორც ქუთაისელები უწოდებენ ყველაზე ევროპული ქალაქი. კი, როგორც მარი კიდევ ყველაზე ევროპული ქალაქი. მაგრამ ჩემი აზრით საქართველოში ნომერ პირველი ტოპ ქალაქი არის ბათუმი. სადაც ვიცხოვრობდი არის ბათუმი. რეგიონის თვალსაზრისით ყველაზე ტოპ არის გურია. ხალხი იუმორი, სიმსუბუქე, ზედაპირულობა. კიდევ რა ვთქვათ? ბაღდათი არ გამოვიტოვა. ნუ ბაღდათი ახლა შენ ძალიან სუბიექტური ხარ, მასე წყალდობასაც არ გამოვტოვებ. ვახ, ესე იგი ესეთი ამბებია. ხალხნო 55000 გულით, ხარაგაული ჩემი ბავშვობა, ჩემი სიყვარული, საქარიქედი, ვაფრენ ხარაგაულს. ხარაგაულის არის ტოპ. არა ხარაგაულში ვერ ვიცხოვრობდი, ბათუმში ვიცხოვრობდი. თასად გონია რომ საქართველოს თუ ცხელ ბათუმში უნდა იცხოვრო.
სამეგრელო ცუდია, რას მოლაპარაკებით შემოსიყვარულო. სამეგრელო არის ტოპების ტოპ. სამეგრელო არის მეფეების მეფე. სამეგრელო არის, არ ვიცი რა, სამეგრელო არის საქართველოს გული. არა, თბილისი არ მიყვარს, თბილისი ალბათ ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან მიყვარხართ. მაგრამ თბილისი არ მიყვარს. თბილისში ვცხოვრობ, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ არის. თორე ჩემი არჩევანი რომ იყოს, აუცილებლად ვიცხოვრდი ბათუმში. და 40 არა, 65 წლის მერე წყალტუბოში. რაჭა ჩემი სიყვარულია. დედა მყავს რაჭვარი. არა, სვანეთის ზღვაში მძიმეა. სვანეთი არის სასწაული. სვანეთი არის მისტიკა ჩემი აზრით. ძალიან მისტიურია სვანეთი. ჩემო სიყვარულო, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. გვეშველება რამეო, აუცილებლად გვეშველება. ეგ შეკითხვა აღარ დასვათ. აუცილებლად გვეშველება. ხახლა მოვედი მისამართზე, ახლა ანუ შენ აქ მოყავდი ფეხით? გიგა? ანუ ვერ წარმოგიდგენია. ანუ უკაცრავ რა ვიცი და შენი გაგებით. არა, შენი გაგებით. რომ მეუბნებოდი რომ გვერდზე ქუჩაზე მინდორ და ეს არის გვერდზე ქუჩა? თუმცა კიდე 50000 ლაივი დაგემოდა. კი, უკვე 75000 იმაქვს, მაგრამ ანუ შენ მეუბნები რომ ეს გვერდზე ქუჩა? ჩემთვის გიგა. ჩემთვის კი. კახეთმა რაც თქვა რომ რა დააშავა, კახეთი მიყვარს. კახეთი ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარს ხალხმა რა საყვარელი ხალხი ხარ დღეს აქ. საზასნაირები აღარ არიან. დღეს პირდაპირ ეთერში რო იცოდეთ TikTok-ში ძალიან ცუდი სიტყვა ვთქვი. გადაგხვა. მაკოც გამოაჩინა იქ. ანუ ეს ლაივი ექნებათ ახლა ცუდი სიტყვა რო ვთქვი? არა მგონია. შეიძლება. კონდეთ რა. ხო შეიძლება იმას თქვა ერთხელ. კაცსა პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან დაგვახურა ხო არ გადავა. ანუ შეიძლება თუ მეყვენ საიდან იწალო ვერ ყო ყავაში მომასწავლა ხო? სამეგრელო არ მიყვარს? ზუსტად სამეგრელო არ მიყვარს ხალხმა. ეგ აღარ გაიმეორეთ მეორედ. სამეგრელო მიყვარს, მაგრამ ჯერ სამეგრელო მიყვარს და მე დანარჩენი საქართველო. რას მოლაპარაკებ? მე მეგრელის დედა ვარ. ჩემი აზრით მეგრელი დედა არის ყველაზე ტკბილი დედა მთელს მსოფლიოში. ყველაზე ტკბილი დედა, მაგრამ მე არ ვარ მეგრელი დედა, რო იცოდეთ, ჩემთვის არ გულისხმობ, მაგრამ მე არის შესაძლებელი ესა. ამოიცა რა უყიდეთ რა საჩუქრად და აი შევხვია. აკო შევხვდეთ მე რა წაუღო ხელსელი არ მივასახე. მე შევალე ხა მაღაზიაში ხალხო. სად ეს საშინელი სუპერმარკეტია? ხოდი ქუთაისის ცენტრალის არის ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელი სხვა შეს. ფუძმარტია ქუთაის. წამოდით, ძალიან ცუდი სუპერმარკეტია ძალიან. წამოაბა ვნახოთ რა არის. რა უნდა დავუყიდოთ? ადამიანს შემოწმოთ მჯერად სახში სწუნად. პირველად. აუცილებლად უნდა უყიდოთ ტკბილი. ძალიან მადლობა. ესე იგი, მოდი აქ გიგა. უკაცრავად აქ რას მთავაზობ რა უყიდობ? ეს? გიგა რა არის აქ? რას მთავაზობ? ქუთაისს ეწოდება ყველაფერი. ვაიმე ხალხი გამარჯობათ. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა, მადლობა. ერთი წამით ხა განახოთ. ანუ არა ძალიან კარგი რა კამერა როგორ ტრიალდება? მე არ ვარ დიდად TikTok-ერი. არც მე. გიგა? არც მე. მაქს როგორ? მაქს კამერა როგორ ტრიალდება? კამერა? აქ უნდა კონდეს. ორჯერ დაგწყაპუნებით არ ტრიალდება? TikTok-ი არც ვერც კაკა. და დავალაიქ რა გაია. სულ კონდეს აქ იქნება. No. მირორი აქ, მაგრამ შეტრიალდება. ხო, ეგ არის. ესე იგი, ჩვენ შევარჩიოთ ახლა. შევარჩიოთ, გამარჯობა. შევარჩიოთ რა? დიდი მადლობა ყველაფერს. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ვაიმე, ძალიან საყვარელი ხარ, გამარჯობათ.
ძალიან გამარჯობა ავგეოგეს. გაიყარეთ. დიდი მადლობა აღარ შეგიშლით. კარგად. მადლობა თქვენ. რა ეს ტორტი რა ვიღოთ? მე რო ვჭამდი ავიღებდი იდეალს. მაგრამ მე გონი სტუმრად რომ მიდურთ უნდა ვიღოთ აი ეს. შავი, ანი. უკაცრავად ხედავ ეს ტორტი რომ მომცეთ შეიძლება. გამარჯობათ. აი ეს ყურძენი და ის რა. ეგ გვინდა და? ეგ მაგას მაძლევთ? დიახ, კარგით. ძალიან ლამაზია. ნიკიას ფიშის ფემინი ხავია. აი ეს მაკანკალებს სულ. აი მე ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. არ შევშოვდა და მე ხელი მისი პირადად. არა შეგაც. კარგი, მაგის ჩემ მემოცა. კარგი. არ უნდა თავსახური. უცის ვერ გავადი. ხო, კარგით. ბიჭებო, თქვენ რამე გინდათ? ყავაზე. მე შევჭამდი აი ამას მთლიანად, აი ამას მთლიანად. აი ამას 4-ვე ნაჭერს შევჭამდი, აი 4-ვეს, ერთად შევჭამდი 4-ვეს, მაგრამ აბა ვინ მომცა მაგის ბედი? მოიცა უკაცრავ ტიბისი თუ არ შეგაწუხებ. კარგით. ესე იგი, ავარჩეთ. ბიჭებო, ხაჭაპური ხო არ გინდათ? გამარჯობათ. ხაჭაპური ან ლობიანი? ლობიანი. გამარჯობათ. ძალიან სასწაუნოა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ტიბისი თუ არ შეგაწუხებ. ტიბისი თუ არ შეგაწუხებ. ძალიან კარგი სუპერმარკეტი ყოფილა. ძალიან კარგი. დიახ, შევცვალე, შორიდან მეგონა რომ არ იყო კარგი და რა შევედი ძალიან კარგი ყოფილა. თვითონ რა? არ შეიძლება რომ თქვა სიმართლე? წამოდი. აი ეს ტორტი. აუ, შამპანურიც უნდა გვეყიდა წესით. აუ, შამპანური უნდა გვეყიდა. ბიჭო, ქუთაისელმა კაცმა როგორ ვერ მომაფიქრებინე? ბესაო, წყალი მომე მაცევრიდან. წყალი. ავაკარი წარწერა პოსტი. მადლობა. დაიფიცე. ნუ ხა ქუთაისში რო ეგ არ ეწეროს? იმედი არ გადაუშვია. აი, ეტა ვარასკეულიც. ფუფ. ასაშინელება. იმ ტელეფონში მაგათ გარდა არავის არ უყურავდი, მაგრამ უფალო შენს გაკვალულ გზებზე მატარე და თბილისის ყველა ქუჩაში. ჩვენ ახლა მოვედით სტუმრად ქუთაისში. ერთი წამით. საძმო. ოღონდ ძალიან სერცხელია რომ არ ვიყიდეთ შამპანური. შამპანური რომ არ ვიყიდეთ. აი მე ძალიან ბევრი მწეს ხუჭუჭას დავეხმაროთო, ხუჭუჭას დაუდგეთ გვერდით. დახმარება ჭირდებაო. ნანუკა დაგვეხმარე. აუ ნუ წერ ჩქარ-ჩქარა რა, ნანუკა საქველმოქმედო პოსტის გავრცელებაში სასწრაფო მოწერილის გვაქვს ყველა სოციალშიო. სად გაქვთ მოწერილი უკაცრავად? ლუკას დაეხმარეთო, ხუჭუჭა, ლუკა. ვაიმე, ლუკა, ჩემო სიყვარულო. ლუკა, შემოდი ლაივში ჩემთან. გამომიგზავნე რეკვესტი, ლუკა. ლუკა, რეკვესტი გამომიგზავნე. ხახნო, ხუჭუჭას დაეხმარე, რას ნიშნავს? ასეთ ხეთასი გული მაგ გულზე გასკდით. დაიხოცა ჩურისგან. 105 უკვე. და მოიცადე წამეთ ხუჭუჭა, ძალიან კარგი ადამიანი, ფინანსური. ანუ ხუჭა ესე ქვია. ხუჭუჭას დაეხმართ ყველა ამას. Hi, how are you? ამოვდივარ და ვით თქვა რომ არ ამოვდივარ. შენთვის ვარ ჩამასული.
ჩვენ წავედით ახლა სტუმრად, ყოცნით ბერს, ხუჭუჭაზე ინსტაგრამში მომწერეთ და ვნახავ.